ვინ და რასთან დაკავშირებით აფრთხილებს კვარაცხელიას? ვინ არის კონტესტვის შეუცვლელი ფეხბურთელი? იტალიური მედიის აზრი. სპალეტის კომენტარი ხვიჩაზე. დატოვებს თუ არა მიქაუტაძე ლიონს, რას ამბობს გალათასარაის მწვრთნელი ქართველ ბომბარდირზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ იტალიიდან, სადაც კითხვა კვარაცხელია თუ ნერეში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ნეაპოლში ბრაზილიელზე ბუმია, თუმცა რა თქმა უნდა, ქართველის შესაძლებლობებს ვერ ივიწყებენ. ეს თემა აქტუალური ქართველის ტრავმის შემდეგ გახდა. იმ პერიოდში, როდესაც მის ნაცვლად ნერეში თამაშობდა. მისი თამაშით კი უმრავლესობა კმაყოფილია. უფრო მეტიც, კორიერე დელო სპორტის ინფორმაციით, ახლა ანტონიო კონტესტვის, ნერეშის, პოლიტანოს და კვარაცხელიას ტრიოდან შეუცვლელი მხოლოდ მისი თანამემამულე პოლიტანოა, რადგან ის დი ლორენცოსთან კარგადაა შეთამაშებული და მწვრთნელის ხედვებს ზუსტად ერგება. აქვე შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით სეზონის დასაწყისში კონტესტვის ხელშეუხებელ ფეხბურთელებში ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო. პირადად მე ვფიქრობ, რომ ახლაც ასეა და ეს უბრალოდ იტალიელი ჟურნალისტების და საფეხბურთო ექსპერტების მოსაზრებებია. კიდევ უფრო მეტი, ისინი ფიქრობენ, რომ ახლა კვარაცხელიას ძირითადში დაბრუნება ბრაზილიელის გამო გაუჭირდება. ქართველს ამ საკითხთან დაკავშირებით აფრთხილებს მისი ერთ-ერთი დიდი გულშემატკივარი ანტონიო კასანო. მის მოსმენამდე არ დაგეზაროს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. თუ არ დაგეზარება არხის გამოწერა, მიზანს მივაღწევ და 2025 წელს 60,000 გამომწერით შეხვდები. მინდა ხვიჩა კვარაცხელია გავაფრთხილო, რომ ფრთხილად იყოს. კონტე ნერეშს კონკურენციისთვის იყენებს და ამას პოლიტანოს ფლანგზე არ აკეთებს. ამას თავიდანვე ვამბობდი, რომ ასე იქნებოდა. ბრაზილიელი ძლიერი მოთამაშეა. მან უკვე გააკეთა 6 საგოლე გადაცემა და უდინეზეს წინააღმდეგ მის აქტიურობას ავტოგოლიც მოჰყვა. საერთო ჯამში დავით ნერეში კარგად მუშაობს. ჩემი აზრით ის მარცხენა ფლანგზე კიდევ უფრო უკეთ გამოიყურება და კვარა ფრთხილად უნდა იყოს. მე ხვიჩას დიდ პატივს ვცემ, რადგან ლობოტკას შემდეგ გუნდში ის ჩემი ფავორიტი მოთამაშეა. მასთან ერთად ის ყველაზე ძლიერია, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს. იმის გამო, რომ კონტრაქტის მდგომარეობა და სიტუაცია დღემდე გაურკვეველია. მის უკან კი ვიღაც დგას, ვინც აწვება. კონტე კი გუნდში პატიმრებს არ იღებს. თუ შეესრულებ მის დავალებას, კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში გარეთ დარჩები. რას ფიქრობთ კასანოს ამ განცხადებაზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი აქვე გეტყვით, რომ ქართველზე რამდენიმე დღის წინ ისაუბრა ნაპოლის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტი. ხვიჩამ გრძნობიარე ბიჭია, ტექნიკური და ხარისხობრივი თვალსაზრისით ძლიერი. ალბათ საჭიროა მტკიცე ხასიათი შეიძინოს, რათა იტალიის ჩემპიონატში თანაბრად და სტაბილურად მაღალი დონის თამაში აჩვენოს. ის გამორჩეული ფეხბურთელია, უსაზღვრო კლასი აქვს. ჩემი აზრით, ზოგჯერ მოედანზე პაუზები უნდა გააკეთოს, რადგან როცა მოძრაობას იწყებს, ნამდვილად შეუჩერებელია. შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ნაპოლიში 2022-23 წლების სეზონში მუშაობდა, მაშინ როცა მათ სკუდეტო მოიგეს. საინტერესოა ისიც, რომ ქართველის მოუგვარებელი კონტრაქტის გამო მას კვლავ უკავშირებენ სხვადასხვა კლუბებს, მათ შორის ყველაზე აქტიურად ბარსელონას და მანჩესტერ იუნაიტედს. მანამდე კი სანამ ეს დეტალები გაირკვევა, ნაპოლი წლის ბოლო შეხვედრას 29 დეკემბერს ვენეციასთან გამართავს და სწორედ იქ გამოჩნდება ანტონიო კონტეს არჩევანიც. იმედია, რომ შეხვედრას ტრადიციულად კვარაცხელია დაიწყებს და 2024 წლის ბოლო გოლსაც შემოგთავაზებს. ახლა კი კვლავ იტალია, თუმცა ამჯერად სერია B, სადაც გიორგი კვერნაძემ სუპერ შეხვედრა ჩაატარა. ქართველის ფროზინონემ სალერნიტანა 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი ქართველის დამსახურება. ერთი თავად გაიტანა, მეორე კი თანაგუნდელს გაატანინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველი შემტევი მოედანზე 46 წუთზე შევიდა. 73 წუთზე კი ბურთი თავისი გუნდის ნახევარზე მოიპოვა. დიდი მანძილი დაფარა და საჯარიმოს მისადგომებიდან მისი გუნდი წინ გაიყვანა. მალევე კი საგოლე გადაცემაც გააკეთა. უნდა ვთქვათ ისიც, რომ კვერნაძესთვის ეს სადებიუტო გოლია ფროზინონეში. ქართველზე შეხვედრის შემდეგ ფროზინონეს მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. პირასკის ნაცვლად თამაში კვერნაძის ჩართვა ჩემი სტაფის იდეა იყო. რაც გუნდში ვარ, მან ითამაშა ჩემს პერიოდში, მაგრამ ბოლო დროს ცოტა ნაკლებად ვიყენებდით. არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებ, რასაც ვარჯიშებზე ვხედავ. კვერნაძემ კარგად იმუშავა და დღეს ამან შედეგი გამოიღო. ჩემი საქმეა ვარჯიშებზე მიმდინარე დინამიკას მივაქციო ყურადღება და სწორი არჩევანი გავაკეთო. ზოგადად დღეს ყველამ კარგად ითამაშა, რადგან ინდივიდუალური ხარისხი მაშინ ჩანს, როცა გუნდური კონტექსტი გაძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას. ბიჭებთან ყოველდღე ვმუშაობთ მოედანზე და მის გარეთ. ამის უკან კი ბევრი სამუშაო დგას. ამ ბიჭებს დიდი პოტენციალი აქვთ, რომლის გამოვლენას ზოგჯერ ახერხებენ.
ზოგჯერაც ნაკლებად. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე ფროზინონეში 2023 წლიდან თამაშობს. მან ჯამში 21 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზეა 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა, მაგრამ იმედია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ეს მდგომარეობა შეიცვლება. ახლა კი საფრანგეთი და გიორგი მიქაუტაძე, რომლის გალათასარაიში შესაძლო ტრანსფერზე თურქული მედია ყოველდღიურად წერს. როგორც ცნობილია, თურქულმა კლუბმა ლიონს 17 მილიონიანი შეთავაზება უკვე გაუგზავნა, თუმცა რა თქმა უნდა ფრანგული კლუბი უარზეა. როგორც ჩანს, თურქული მხარე ფიქრობს, რომ ლიონის რთული ფინანსური მდგომარეობის გამო შესაძლოა ქართული შეძენა დაბალ ფასად შეძლო, მაგრამ ეს არც ლიონს სურს და როგორც აქამდე იყო ცნობილი, არც მიქაუტაძეს. შესაბამისად, 99% ეს უბრალოდ გალათასარაის გულშემატკივრების სურვილად დარჩება. ამის მიუხედავად, მაინც საინტერესოა გალათასარაის მთავარი მწვრთნელის ოკან ბურუკის კომენტარი ქართველზე. მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის კონკრეტულ გვარებზე საუბარი გამიჭირდება. მიქაუტაძე ნამდვილად არის ის ფეხბურთელი, რომელიც მოგწონს. პირადად მე ძალიან მომწონს, თუმცა კონკრეტიკაზე საუბარი არ შემიძლია. სხვათა შორის მას უკვე 3 წელია ვაკვირდებით, როდესაც გალათასარაიში დავინიშნე, ჯერ კიდევ საფრანგეთის მეორე ლიგაში თამაშობდა. შემდეგ იყო აიაქსი და დაბრუნდა საფრანგეთში, სადაც ლიონმა იყიდა. ჩვენი სტილი არ არის რომელიმე ფეხბურთელს გამორჩეული იმედები დაუკავშიროთ. გვყავს გუნდი, რომლის გაძლიერებაზეც ვზრუნავთ და ამასთან ეს ფინანსური კუთხითაც მისაღები ვარიანტი უნდა იყოს. პირადად მიქაუტაძეს არასდროს შევხვედრილ ვარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის მოწონებას იმსახურებს, თუმცა კიდევ 20-30 ფეხბურთელია, რომელთა თამაშსაც ვაკვირდებით. როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, ქართული შემტევის შეძენით გალათასარაის გარდა ლევერკუზენის, ბაიერნი და ევერტონიც არიან დაინტერესებული. მაგრამ იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონი რთულად დაიწყო, ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში შევიდა. გოლებს ხშირად იტანს. ლიონიც მისი საყვარელი კლუბია. მწვრთნელი კმაყოფილია და შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვი, დიდი ალბათობით ქართველი კლუბს არ შეიცვლის. ამის დასტურად კი შეგვიძლია ლიონის მთავარი მწვრთნელის პიერ საჟის კომენტარი მოვისმინოთ. მან პარის სენ-ჟერმენთან თამაში გაიხსნა და აღნიშნა, რომ გიორგი მიქაუტაძის გაყვანით შეცდომა დაუშვა და მომავალში სხვა ტაქტიკას მიმართავს. ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე გუნდის ფეხბურთელებთან ურთიერთობა. ეს ჯანსაღი პროცესია და დადებით ემოციებს მაძლევს. თანაც თუ გავითვალისწინებთ მოთამაშეების რაოდენობასაც. ყველა სამაგალითო ადამიანია. თავიდან წარუმატებელი სტარტი ჰქონდა და მეგონა, რომ პრობლემის მართვა და გამოსწორება ბევრად რთული იქნებოდა. მაგრამ მთელმა გუნდმა ერთიანად შევძელით ამ სიტუაციის დაძლევა. ამაში ყველა იყო ჩართული, ფეხბურთელები, პერსონალი. ეს ყველაფერი შედეგებზე აისახა. ახლა კი ამ დადებითი კლიმატის შენარჩუნება ასაჭირო. ასე უნდა გავაგრძელოთ. პარის სენ-ჟერმენთან შეხვედრაში ვფიქრობ, მთავარი შეცდომა შესაძლოა გიორგი მიქაუტაძის შეცვლა იყო. ჟორს შეეძლო ამ შეხვედრის გაგრძელება. ის კარგად თამაშობდა და მეტოქეზე ზეწოლის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდა. ლაკაზეტიც და მიქაუტაძეც ორივე ძალიან მჭირდება. ეს ეხება როგორც ერთ თამაშს, ისე ცალ-ცალკე. დრო და დრო მათ ერთადაც მოუწევთ თამაში. კიდევ გავიმეორებ, ვნანობ პარის სენ-ჟერმენთან მიღებულ გადაწყვეტილებას. ალბათ, ეს ერთ-ერთი კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ მათ ერთად ეთამაშათ. მოკლედ, როგორც ჩანს, ლიონის მწვრთნელს გიორგისთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. შესაბამისად, ის გადაგვჩენია მიქაუტაძეს 2025 წელს ლიონის რიგებში მეტი სათამაშო დრო ვუსურვოთ. ბოლოს კი გეტყვით, რომ ჩემი გამომწარებისთვის თამაშდება მცირე წამახალისებელი პრიზები. ბურთი, კრისტალბეტ ეროვნული ლიგის რამდენიმე კლუბის შარფი და კეპი. იქნება 5 გამარჯვებული და თითოეული მათგანი მიიღებს 3 ნივთს. უმარტივესი გათამაშების პირობები კი შეგიძლიათ იხილოთ არხის Instagram გვერდზე აპინულ პოსტში. მადლობა ყურადღებისთვის და არ დაგავიწყდეს ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეს შემდგომი სიახლეები. და ეს არის კრისტალბეტ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.